მათგანში საუბარი არის ცემაზე პოლიციელთა მხრიდან არის кейსები სადაც მოქალაქეები საუბრობენ რომ პოლიცია აიძულებდა მათ დაებრალებინა ის დანაშაული რაც მათ არ ჩაუდენიათ არის სამი მოქალაქე მიუთითებს იმაზე რომ მათ არ მიეცათ ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება რაც ასევე პრობლემა იყო და როგორც ჩანს სამწუხაროდ რჩება ამ ფაქტებს თუ არ მიექცევა სათანადო ყურადღება მაშინ ეს გააზრდის რისკს რომ აღნიშნული ინფორმაციით შესაძლებელია სხვა მოქალაქეებმა მოგმართონ. აი აქ ეს ხერუარი იმის ხის ქვეშ იყო შეჯგუფულები. აი ზუსტად მან მომივიდა ეს ისა კონფლიქტი. კონფლიქტი მომივიდა ეგრევე დამოდეს ნარუჩნიკები და ნარუჩნიკ დადებული დამიწყეს უკვე ცემა. მანქანაში ცემის შემდეგ გადამიყვანეს თაბუკაშვილზე ოპერის უკან შენობაში. რო გაიგეს რომ ახლა ომის ინვალიდი ვარ და თავის კალაში ახდილი მაქვს და კისერში მაქვს ჭულობები აკას დამიწყეს წამება ეხლა ჩემი მეგობარი ეუნებოდა თავში ნუ ურტყამთო რა შეიძლება ცუდა დამთავრდეს ეს ამბავია მე უფრო დამიწყეს თავში დარტყა ზუსტად სადაც პლასტიკადები შედებული გარდა იმისა რომ არ დაკითხულა თვით შიოკობიძეც არ დაკითხულა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა საერთოდ ჩვენ მიმართეთ ყველა შესაბამის ორგანოს რასაც ქართული კანონმდებლობა ითხოვს მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართეთ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს ალბათონ ეკაბესელიას ბატონ ზაქარია კუცნაშვილს არის ყველას მიმართეთ ვისაც შეიძლება და რომ მივემართა მაგრამ ჩვენ აქ სიტუაცია გვაქვს რეალურად დანაშაულის დამალვასთან